მშობიარობის ტკივილი. როგორია ის? მშობიარობის ტკივილი არ ჰგავს იმ ტკივილს, რომელსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვგრძნობთ. თუ რამე გვტკივა, როგორც წესი, ვცდილობთ სწრაფად დავლიოთ ტკივილგამაკუჩებელი და არ ვიკანჯოთ. მაგრამ მშობიარობის ტკივილი მშობიარობის ძრავაა, ის უნდა განიცადოთ, რომ თქვენ და თქვენს პატარას მალე შეხვდეთ. მაშ, როგორი არის ეს მშობიარობის ტკივილი? ჩვენ ყველა ძალიან განსხვავებულები ვართ. მშობიარობის დროსაც სხვადასხვანაირ ტკივილს გვგრძნობთ. ერთ ქალს შეიძლება მუცელი ედგინოს, როგორც მტკივნეული მენსტრუაციის დროს, მეორეს კი ზურგი ედგინოს. და ეს შეგრძნებები ხანმოკლეა. ისინი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცლის შეკუმშვაა. ხოლო მათ შორის პაუზების დროს არაფერი არ გტკივა. მაგალითად, შეკუმშვა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, შემდეგ მოდის რამდენიმე წუთიანი პაუზა, მერე ისევ შეკუმშვა და ისევ დასვენება. ყველაზე ხანგრძლივი შეკუმშვები ხდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი სრულად იხსნება. მაგრამ ეს მხოლოდ 1 წუთია, 1 წუთი მტკივნეული შეგრძნებებისა და შემდეგ ისევ პაუზა. ბავშვის დაბადების მომენტში იწყება წევა. თქვენ დაიწყებთ წევას ექიმის მითითებით და ამ დროს ტკივილი არ გაქრება, მაგრამ თქვენ დაკავებული იქნებით ბავშვის დაბადებით და თქვენი შეგრძნებები შეიცვლება. დაჯერეთ, მშობიარობის შეგრძნებების გადატანა შესაძლებელია. ეს რთულია, მაგრამ სულ რამდენიმე საათი გავა და შეძლებთ თქვენს პატარას ჩაიხუტოთ.